მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელს-ხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარისხილ კი რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. ფრანგული ლითენ სპორტის ინფორმაციით ზურიკო დავითაშვილმა სენტ-ეტიენსაც ცნობა, რომ მიმდინარე ზამთარში კლუბის დატოვებით დაინტერესებული არაა, რაც ნიშნავს, რომ სეზონის ბოლომდე ლიგა 2-ში ითამაშებს. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას სენტ-ეტიენის ქართველი შემტევი ბენფიკას, ლილს, მონაკოს, ოლიმპიკოს, ევერტონსა და ბეშიქტაშს დაუკავშირეს. ცნობისთვის დავითაშვილს სენტ-ეტიენთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ტრანსფერმარკეტის ცნობით მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა. ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ზურიკომ 16 მატჩში 9 საგოლე მოქმედება დააგროვა. 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. ბომბარდირთა დავაში ლიდერ ლუის მაფუტას მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება. საფრანგეთის თასს ზენიცასთან ითამაშა. პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. მოკლედ ქართველი მიმდინარე სეზონში ძალიან შედეგიანია და უფრო მაღალი დონის კლუბსა და ჩემპიონატში თამაში მსახურებს. თუმცა თუ აღნიშნულ წყაროს დავუჯერებთ, სურს კლუბში დარჩეს და სენტ-ეტიენს ლიგა 1-ში აღზევებაში დაეხმაროს. ესპანეთის ლა ლიგის 22 ტურში იური ტაბადაძემ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. ქართველმა ფეხბურთელმა მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშა და ახლახან მის დაზიანებასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა. კადისის ცნობით ტაბადაძემ ჯვარედინი იოგა გაიწყვიტა და სეზონის ნაადრევად დაასრულა. ქართველი ფეხბურთელის ოპერაცია მალე დაიგეგმება და რეაბილიტაციის პერიოდი 6-დან 9 თვემდე გაგრძელდება. საუკეთესო შემთხვევაში ის მომდევნო სეზონის სტარტზე დაბრუნდება. ცნობისთვის მიმდინარე გათამაშებაში ტაბადაძემ 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 6 გოლით გამოიჩინა. იური კადისის საუკეთესო ბომბარდირია და მისი ტრავმა გუნდისთვის სერიოზული პრობლემაა. კადისი ლა ლიგაში დასაწინაურებლად იბრძვის. 20 ტურის შემდეგ ტაბადაძის გუნდს 34 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მერვე პოზიციაზე იმყოფება. კადისი მეორე ადგილზე მყოფ კასტელონს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება და მისი მომდევნო მეტოქე გრანადა გახლავთ. ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში ლისაბონის სპორტინგმა შინ PSG-ს 2-1 მოუგო. 74 წუთზე ლისაბონური კლუბის კუთხურს გოლი მოჰყვა. პორტუგალიური კლუბი ლუის სუარესმა დააწინაურა. 79 წუთზე უსმან დემბელეს პასის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ შორეულ კუთხეში ულამაზესი გოლი გაიტანა. უმაღლესი კლასი კიდევ ერთხელ აჩვენა და ანგარიში გაათანაბრა. საჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე კი სუარესმა დუბლი შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ 6 მატჩი ჩაატარა. 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. ლუის ენრიკემ ქართველი გარემარბის ათადარიგოთა სკამზე დასვა და თამაში მეორე ტაიმში 66 წუთზე ჩაერთო. რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, სპორტინგის სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და მინდორზე მეორე ტაიმის დამატებულ წუთზე გამოვიდა. მატჩის დასრულების შემდეგ გავლენიანმა გამოცემა SofaScore-მა პარიზელთა ფეხბურთელები შეაფასა. მათგან კი ყველაზე მეტი რეიტინგი 7.6 ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა. შეხვედრის შემდეგ გამნილ მატჩში ლუის ენრიკემ შეაფასა და პარიზელთა თავკაცი კვარასაც შეეხო. ლუის ენრიკე: წავაგეთ, რადგან მათ 2 გოლი გაიტანეს, ჩვენ კი მხოლოდ 1. ეს იყო ჩვენი საუკეთესო გასვლითი მატჩი. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. ასეთი მენტალიტეტით დარწმუნებული ვარ შორსწავლად. შედეგი გულდასაწყვეტია. მთელი თამაშის განმავლობაში მოედანზე მხოლოდ 1 გუნდს ვხედავდი. ჩვენ მეტოქეზე ბევრად უკეთესები ვიყავით. ეს იმედგაცრუებაა, რადგან შედეგი უსამართლოა. ამ მომენტში ფეხბურთზე საუბარი რთულია. ეს წყეული ფეხბურთია. ხვიჩამ შვენიერი გოლი გაიტანა და რაც მთავარია, უგოლო სერიას ბოლო მოუღო. რთული პერიოდი ყველა მოთამაშეს აქვს. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ დაბრუნდები ამ სიტუაციიდან. გარდა ენრიკესა კვარა ფრანგულმა გამოცემა ლეფერიზენმაც შეაფასა. შურიზიება უნდოდა? სურდა თავისი მთავარი მწვრთნელისთვის დაემტკიცებინა, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილს იმსახურებდა. ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც თამაშის ათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, აშკარად დაამტკიცა, რომ ტოპ კლასის ფეხბურთელია. 74 წუთზე ლუის სუარესის გოლის შემდეგ პარი სენ-ჟერმენი მდევარის როლში აღმოჩნდა და ქართველმა გარემარმა წონასწორობა საოცარი დარტყმით აღადგინა.
უსმან დემბელესგან მიღებული პასის შემდეგ კვარაცხელიამ თავისი მეურვე ჩამოიშორა. ცენტრისკენ შეიწია და მარჯვენა ფეხით მეკარისკენ მარცხენა მაღალ კუთხეში ბრწყინვალედ დაარტყა. ეს გოლი ხვიჩასთვის მიმდინარე სეზონში მე-7-ია. მან ჩემპიონთა ლიგაზე ატალანტას და ლევერკუზენს გაუტანა. საკონტინენტოთა შორისო თასის ფინალში ფლამენგოს კარი აიღო და ლიგა 1-ში ლიონთან და რენთანაც გამოიჩინა თავი. მის ანგარიშზე 5 შედეგიანი გადაცემაა, წერს ლე პარიზენი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლისაბონის სპორტინგის კარში ხვიშა კვარაცხელიას მიერ გატანილი გოლი UEFA-მ დღის საუკეთესო გოლებს შორის დაასახელა. ხვიჩასთან ერთად დღის საუკეთესო გოლისთვის კილიან მბაპე, ვინისიუს ჯუნიორი და იენს პეტერ ჰაუგი ეიბრძვიან. ცნობისთვის ლიგის ფაზის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი. პარი სენ-ჟერმენი ბოლო შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს და ნიუკასლს დაუპირისპირდება. უდინეზეს ქართულ ფეხბურთელს საბა გოგლიჩიძეს ბოლო პერიოდში სათამაშო დრო პრაქტიკულად აღარ ეძლევა. ჩავთეთრების მთავარი მწვრთნელი კოსტა რუნიაჩი მას აღარ ენდობა და არის შანსი, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ადგილსამყოფელი შეიცვალოს. ავტორიტეტულმა იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა ნიკოლო სკირამ ეს ინფორმაცია დაადასტურა. სკირამ იქსის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: საბა გოგლიჩიძეს კოსტა რუნიაჩის გეგმებში ცენტრალური ადგილი აღარ უკავია და შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უდინეზე დატოვოს. იტალიური გამოცემა მესაჯერო ვენეტო კი წერს, რომ ქართველი მცველის გადაბირებით ჩემპიონშიპის მოასპარეზე ვოტფორდია დაინტერესებული. პორტალის ინფორმაციით უდინეზე ხორვატიული ჰაიდუკიდან 18 წლის მცველს მლაჩიჩს იმატებს. საბაკი შესაძლოა ნისლიანი ალბიონისკენ გაეშუროს. მლაჩიჩი, დორტმუნდი, მარსელი და ბარსელონაც არიან დაინტერესებულები. ინტერმა კი ჰაიდუქს 5.5 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა უდინეზეს კარგი ურთიერთობა აქვს ფეხბურთელის აგენტთან, ფალი რამადითან და სწორედ ამ ფაქტორის გამოყენებით აპირებს კოსტა რუნიაჩის გუნდი კონკურენციის მოგებას, წერს გამოცემა. აღსანიშნავია ისიც, რომ უდინეზეს და ვოტფორდს ერთი მფლობელი, ჯამპოელო ფოცო ყავთ, რაც პოტენციური მოლაპარაკებების პროცესს გაამარტივებს. ცნობისთვის გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში ბოლოს იუვენტუსთან შეხვედრაში გამოჩნდა, რომელიც 29 ნოემბერს გაიმართა. მას შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა უდინეზეს მაისურით მხოლოდ ერთხელ ნაპოლისთან მატჩი რამდენიმე წუთით ითამაშა. გოგლიჩიძეს კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში დაიწერა, რომ მისით ტორინო და ბოლონია არიან დაინტერესებულნი, ხოლო ტრანსფერ მარკეტზე საბას საბაზრო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგაუწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.